რა საგადასახადო ცვლილებები ამოქმედდა ბიზნესისთვის. ამ სათაურით აუდიტორული კომპანია BDO მორიგ პუბლიკაციას აქვეყნებს, სადაც თავმოყრილია ყველა სიახლე, რომელიც საგადასახადო კუთხით კერძო სექტორმა უნდა გაითვალისწინოთ. კერძოს 2025 წლის 1 აგვისტოდან თავისუფალი ინდუსტრიის ზონის ორგანიზატორი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამავე ზონის საწარმოს შესახებ. ასევე 2025 წლის 16 ივლისიდან ცვლილებები შევიდა საპენსიო დანაზოგების შენატანებთან დაკავშირებითაც. კანონმდებლობა დაკორექტირდა საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებისას DGGT დაბეგვრის ნაწილშიც. ამ ყველა საგადასახადო ცვლილებაზე დეტალურ ინფორმაციას BDO-ს საგადასახადო მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი თევნე პაპიაშვილი მოგვაწვდის, რომელიც დღეს საქმის კურსის სტუმარია. თევნე, პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ და მივყვეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში შესულ ცვლილებებს საგადასახადო მიმართულებით, რა თქმა უნდა, რასაც ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. დავიწყოთ უშუალოდ თიზებისთვის არსებულ, ასე ვთქვათ, ცვლილებებზე, მათ ვალდებულება წარმოეშვათ ახალი შესაბამისი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. საინტერესოა, რას ცვლის ეს უშუალოდ თიზებისთვის და აქამდე როგორ ხდებოდა ამ ინფორმაციის ყოველ შემთხვევაში მოპოვება, რამდენად ეს ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის არ იყო აქამდე ხელმისაწვდომი, რატომ გახდა, ასე ვთქვათ, ამ ცვლილებების საჭიროება, რატომ დადგა დღის წესრიგში. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თიზის ორგანიზატორებს და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრატორებს დაუწესდათ დამატებითი ადმინისტრაციული ვალდებულება. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ უნდა წარადგინონ თიზის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოების შესახებ ინფორმაციები ელექტრონულად საგადასახადო ორგანოსთვის. წარადგინება ინფორმაცია ბევრი დეტალიზაცია, მაგალითად საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, მათი საქმიანობის აღწერა და სფერო და სხვა ნიუანსური დეტალები, რომელსაც ასე თუ ისე მაინც ყველაფერს დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მიზანი, რასაც და მიზეზი, რასაც ემსახურება ეს ცვლილება, არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საგადასახადო ორგანოსთვის ხელმისაწვდომი იყო, ისევე როგორც ნებისმიერი გადასახადის გადახდების შესახებ შეუძლია ინფორმაცია მიიღოს, თუმცა ამ სისტემატიზაციამ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა საგადასახადო ორგანოსთვის ამ ინფორმაციის ამოღება. უფრო მოქნილი სისტემა დაინერგა, ესე რომ ვუწოდოთ. რაც შეეხება უფრო დეტალურ საკითხებს, რა დაემატათ, ანუ რა ტვირთი დაემატათ ორგანიზატორებს და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრატორს ორგანიზატორის ინიციატივითა და საგადასახადოს დასტურის საფუძველზე გაუჩნდათ ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია წარადგინონ 1 აგვისტომდე რეგისტრირებული საწარმოების შემთხვევაში არაუგვიანეს 1 სექტემბრისა, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ანუ 1 აგვისტოს შემდგომ, როცა რეგისტრირდება კომპანია, როცა დარეგისტრირდება არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა უნდა მოხდეს ინფორმაციის წარდგენა და ყველა ცვლილება, რაც კი აისახება გინდათ წარსულ ან ახალ ინფორმაციებში, უნდა მოხდეს მისი ასახვა მომდევნო სამუშაო დღის ფარგლებში. ანუ მაგალითად, თუ ოქტომბერში რეგისტრირება კომპანია, 15 ნოემბერი არის საბოლოო და როცა შეუძლია, რომ ეს ინფორმაცია წარადგინოს. როგორც აღვნიშნეთ, თავშევი ადმინისტრაციული დამატებითი ტვირთია და სხვა ისეთ ეს ხომ არ ართულებს უფრო მეტად პროცესებს, იმიტომ რომ თიზებთან მიმართებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გარკვეულ უპირატესობებს თავაზობენ, თუნდაც საგადასახადო ნაწილში კომპანიებს. ეს გარკვეულწილად ხომ არ ართულებს პროცესს. ნახეთ როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს ნაწილი. ეს საგადასახადო შეღავათები მორგებულია უშუალოდ თიზში რეგისტრირებულ საწარმოებზე. აღნიშნული ვალდებულება კი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, განისაზღვრა მხოლოდ თიზის ორგანიზატორებისთვის, ანუ მომწყობი ვინც არის, ვინც დააარსა ეს თიზის ტერიტორია და შემდგომში ვინც ანიჭებს ამ საწარმოებს თიზის სტატუსს. შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა მხარეა და საწარმოებისგან დამოუკიდებლად ხდება ამ ინფორმაციების მიწოდება ორგანიზატორის მეშვეობით, ანუ შუამავალი რგოლივით წარმოჩინდება ამ შემთხვევაში. მინდა გადავიდეთ შემდეგ სიახლეზე, რომელიც საპენსიო დანაზოგებს ეხება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბევრი კითხვა არის ხოლმე, თუნდაც მაყურებლის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია ხოლმე და მინდა ამ ბოლო ცვლილებებზე ვისაუბროთ, ზოგადად რა იცვლება საპენსიო დანაზოგების შენატანებთან დაკავშირებით, თუ შეგვიძლია რომ მაყურებელსაც განუმარტოთ ამ კუთხით უკვე ძალას შესული ცვლილებები. კი ბატონო. საპენსიოს ნაწილში საკმაოდ მთელი რიგი ცვლილებები შევიდა, მაისიდან მოყოლებული ამოქმედა და დღეის მდგომარეობით, ან როგორც ხედავთ, ყოველთვის განიცდის თითქმის ყოველთვიურად ცვლილებებს. მათ შორის ახლა ჩვენ დღეს განვიხილავთ ივლისში გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში ჩაშენებულ ახალ სიახლეებს და ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის იყო, ბევრ დეტალში არ შევალ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, იმას გავაცნობ ჩვენ მსმენელს. ესე იგი, ერთის მხრივ უფრო განზოგად და დამსაქმებლის ხელახალი მონიტორინგის ჩატარების საფუძველი, რაც ანუ უფრო ფართო სპექტრში შესაძლებელია, რომ მონიტორინგი ჩაატაროს საპენსიო სააგენტომ განმეორებით უკვე შემოწმებულ პერიოდზე. ამავდროულად დაკონკრეტდა რიგითობა თუ როგორ მოხდება წარსულში დარიცხული
საპენსიო შენატანის, რომელიც გადაუხდელი იყო წინა საანგარიშო პერიოდებში, აი ამ შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის, იგივე სარგებლის გადახდის რიგითობა, როდესაც რამდენიმე პერიოდის გადაუხდებია დაგროვილი. და ამავდროულად უკვე საპენსიო ასაკში შესული პიროვნებისთვის საპენსიო თანხების გაცემის პრინციპები რაღაც დოზით შეგვეცვალა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია. აი ნაბიჯ რომ გავყვეთ, ალბათ საინტერესო იქნება ესეთ ნიუანსი იმ შემთხვევაში თქვენ საურავები ახსენეთ და ასე თქვა დაგროვილი დავალიანება შენატანის სახით, რომელიც კომპანიას არ განუხორციელებია და ამ კუთხით არაერთი შეფასება მოგუსმინე, რომ გარკვეულწილად გამოწვევები და ხარვეზები იყო. გვაინტერესებს ამ შემთხვევაში თუ კომპანია, იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ იხდის, ასე ვთქვათ, წინა შენატანს და არც დარიცხულ საურავს. აი ამ შემთხვევაში უშუალოდ სისტემის მონაწილის ინტერესების დაცვა როგორ ხდება? მას დანაზოგის გაკეთება შეუძლია თუ არა? აი ამ ნაწილში თუ იკვეთება გარკვეულწილად რაიმე ბერკეტი, რომელიც უშუალოდ სისტემის მონაწილის მხარეს დგას. კი ბატონო, საერთო ჯამში რო შევაჯამოთ მთლიანად საპენსიო სააგენტოს სისტემა და სამუშაო სპეციფიკა, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მორგებულია სქემაში მონაწილე პირის ინტერესების დაცვაზე. მაისთან ამოქმედებული ის თუნდაც ერთის მხრივ მკაცრი შემავკვლებელი, როგორც აღნიშნეთ, ცვლილებები ემსახურება ზუსტად სქემაში მონაწილის ინტერესების დაცვას. აქტიურად ამოქმედა ავტომატიზირებული ჯარიმის დარიცხვის სქემები, რომელსაც მოყვება ხოლმე ყოველ გადაუხდელ დღეზე საურავების დარიცხვის პრინციპი. ამ ნაწილში რამდენად არის ინტერესები დაცული, ახლა გეტყვით რა შეგვეცვალა ივლისის თვეში, რა განასხვავებს სხვა პერიოდებისგან, თუნდაც მაისთან რაც არის ამოქმედებული. თუ მოხდა ისე, რომ რამდენიმე საანგარიშო პერიოდში პირმა წარადგინა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, დამსაქმებელზე მაქვს საუბარი, რომლითაც ავტომატურად გენერირდა გადასახდელი საპენსიო შენატანი, მაგრამ არ მოხდა მისი თანხობრივად გადახდა, ანუ არ დახვდა საკმარისი თანხა საპენსიო სააგენტოს საბალანსი ანგარიშზე, ეს გამოიწვევს ჯარიმის დარიცხვას, საურავის დარიცხვას და რა თქმა უნდა, ძირი თანხა, ანუ საპენსიო შენატანი ისევ გადაუხდელად დარჩება. თუ ეს გრძელდება რამდენიმე საანგარიშო თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც აღმოჩნდება საბალანსი ანგარიშზე თანხა, ანუ შეიტანს დამსაქმებელი, პირველ რიგში გადაიხდება ყველაზე წინა პერიოდის დარიცხული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი და რიგითობით მოყვება ქრონოლოგიურად დღემდე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საკმარისი თანხა არ იქნა იმისთვის, რომ გასული პერიოდის დავალიანებები დაიფაროს, შესაბამისად ვერ განხორციელდება მიმდინარე საპენსიო შენატანი. ამ კუთხით რაღაც დროით იქნება შემაბრკოლებელი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საურავის არსებობა და წარმოშობა ზუსტად იმას უკავშირდება, რომ დააკომპენსიროს დასაქმებულის ზიანი, რომელიც თქვათ მიადგა დამსაქმებლის მხრიდან, რომელმაც დაგვიანებით ან არაჯეროვნად შეასრულა საპენსიო შენატანი და ამით კომპენსირდება ის დაგვიანებული წარდგენები. ერთის მხრივ ზუსტად დაცულობას, ანუ მონაწილის დაცულობაზე არის მიმართული ეს ყველაფერი. ზოგადად ახლა პრაქტიკაში რა გამოჩნდა, რამდენად არის ხოლმე პრობლემად რეგულარულად თანხების შეტანა აი ამ ნაწილში, რამდენად გვაქვს გამოწვევები, პრაქტიკამ რა გვაჩვენა? კი ბატონო, ესე იგი პრაქტიკა მინდა გითხრათ, რომ მეტად დაიხვეწა 1 მაისიდან, ნამდვილად უნდა აღინიშნოს და ესე იგი ინტეგრირდა, დახვეწარის საფუძველზე მიიღწია, იმიტომ რომ საპენსიო შენატანის დეკლარაცია ინტეგრირდა, ჩაშენდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან. ანუ ავტომატურად პირი, რომელიც მიჩვეულია, დანერგილი აქვს კულტურა, რომ ხელფასები და სხვა განაცემები უნდა ბეგროს საშემოსავლო გადასახადით, ეს უკვე ამ დეკლარაციის წარდგენის ფორმა ავტომატურად აგენერირებს საპენსიო შენატანის განხორციელებას. ანუ ორი დამოუკიდებელი ქმედების განხორციელება არ უწევს, რაც უფრო მეტად იწევდა ხოლმე გამორჩენის ან შესაბამის დაშვების რისკებს და ეს ორი მონაცემი ერთმანეთთან თანხმდრაში ვერ მოდიოდა. ამ ნაწილში, ანუ საბაზისო დონეზე დაედარა, მაგრამ პრობლემა, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ის გარემოება, რომ თანხის გადახდა ხდება ცალკე საბალანსი ანგარიშზე, როგორც წეგან აღნიშნე, საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე. ანუ ზოგიერთ შეიძლება ეგონოს, რომ ეს თანხა ჩამოიჭრება ისედაც გადასახადების სახით ჩარიცხულ ბიუჯეტის ანგარიშზე, მაგრამ რეალურად ამ ორს ერთმანეთთან კავშირი ამ კუთხით არ აქვს. დეკლარაცია ერთი პლატფორმით გენერირდება, მაგრამ გადახდა ხდება სხვადასხვა მეთოდით. პრაქტიკაში მაგალითად მსხვილი დიდი კომპანიები ამ პრობლემას ნაკლებად აწყდებიან, იმიტომ რომ ასე თუ ისე საკონსულტაციო სერვისებიც სარგებლობენ, უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე და თან ამავდროულად ზედმეტად იტოვებენ ხოლმე გადასახადს ყოველთვის.
სამ საპენსიო შეტანს თავის ანგარიშზე. უფრო მცირე ბიზნესებს უჭირთ ამ ნაწილში. უმეტეს შემთხვევაში ინფორმაციას მოკლებული არიან, საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ცალკე ანგარიში არსებობს, რომელზეც თანხა უნდა ასახონ და პლუს ამას კიდევ შეიძლება თანხა ზედმიწევნით რიცხავენ, მერე დაზუსტებისას უკვე გამინუსება ხდება და ყველა ეს უკვე პრობლემას წარმოშობს. თან ჯარიმის მოცულობაც საკმაოდ ზოგიერთ შემთხვევაში არარელევანტური გამოდის, იმიტომ რომ მიზერულ შეცდომაზე 500 და ყველა განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარიანი სანქციაა. საპენსიოს ნაწილის რეზიუმირება რომ გავაკეთოთ, რომ მოვასწროთ სხვა ცვლილებებზეც საუბარი, თქვენ სახსენეთ, რომ ივლისიდან თვითონ დანაზოგის გატანასთან დაკავშირებითაც შევიდა ცვლილებები დარწმუნებული ვარ ეს მაყურებელს აინტერესებს, აი ამ მიმართულებით რომ განმარტოთ, რა შეიცვალა მათთვის. ანუ გატანის წესშიც მცირე ცვლილება განიცადა ამ ყველაფერმა, ესე იგი, ერთიანი გატანის და პროგრამული გატანის მეთოდები არსებობს, ერთიანი გატანით უფრო მცირე კონტინგენტი სარგლობს ისინი, ვინც სქემაში ჩაერთვნენ, მაშინ, როდესაც საპენსიო ასაკამდე სულ რაღაც 5 წლამდე პერიოდი ჰქონდათ დარჩენილი, ან უკვე საპენსიო ასაკში იმყოფებოდნენ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერი პირი დაგროვებულ პენსიას აიღებს პროგრამული გატანით, რაც ნიშნავს, რომ მისი დაგროვებული ჯამური მონაცემი გადანაწილდება პერიოდულად თვეებზე და რაღაც კონკრეტული ფიქსირებული თანხა გამოიყვანება. აი ამ ფორმულის პრინციპები, კრიტერიუმები რამდენიმე საკითხისგან შედგება, რაც მნიშვნელოვნად გადაწყვეტს ასაღებ პენსიას. როგორც აღნიშნე, ეს არის ჯამური მოცულობა, რაც დაგროვდა, ასევე განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ ამ პიროვნების დარჩენილი სავარაუდო სასიცოცხლო ხანგრძლივობა, ასე გვთავაზობს კანონმდებლობა, რომელ თვეებზეც უნდა მოხდეს ამ თანხის გადანაწილება და აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს ამ პიროვნების საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 20%-ს. ადრე გვქონდა 10%-იანი ლიმიტი. ანუ ამ ნაწილში კარგი ზრდა არის, რადგან უფრო მეტი საღების საშუალება ექნება. ხო, ანუ ხელფასთან შესაბამისობაში, ესე იგი, პენსია თუ საკმარისად დაუგროვდა 20%-ამდე აიღებს. და ბოლოს მინდა ბოლოს სიახლეზეც ვისაუბროთ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება და მინდა ამ მიმართულებითაც მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს ეხება საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობებს. აი ამ ნაწილში ვის ეხება ეს ცვლილება, თუ შეგვიძლია რომ მაყურებლისთვის გასაგებინებზე განმარტოთ. ხო, მარტივად შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბროთ იმ კუთხით, რომ აღნიშნული დოკუმენტი ცვლილებას არ წარმოადგენდა, ეს არის უბრალოდ უფრო გამარტივებული პრაქტიკული დოკუმენტი, რომელიც გამოსცა ფინანსთა მინისტრმა საჯარო გადაწყვეტილების სახით და უფრო ნათელი მოჰფინა რა ეს ოპერაცია როდის და როგორი ღირებულებით დაიბეგრება. ეს ოპერაცია შეეხება DGG-ს გადამხდელ ისეთ პირებს, რომლებიც ეწევიან ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რაც თავისუფლდება DGG-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, როგორიც არის საფინანსო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო მომსახურების გამწევები და ასე შემდეგ. ანუ ყველა მათგანი თუ გადაწყვეტს, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს საკუთარი ძალებით ან სხვა დაქირავებული პირების მეშვეობით შენობა ნაგებობა და მე ამას შემდგომში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებს, ამ დროს უკვე დაუდგება DGG-ი დაბეგვრის ვალდებულება და ამ საჯარომ, რაც დამატებით განგვიმარტა, რადგან დროს შორ ჩასყიდული უფრო ისე ლაკონურად რო აღნიშნათ, არის დასაბეგრი ღირებულების განსაზღვრა. პრინციპში პრაქტიკული მიდგომით ვიცოდით როგორც იყო, მაგრამ უფრო ნათელი მოეფინა, რომ გაწეული დანახარჯები იმ მიწის ღირებულების გარეშე, რომელზეც შენდება შენობა ნაგებობა, უნდა დაიბეგროს DGG-ი. ანუ მიწის ღირებულებას არ შეიტანს დაბეგვრაში. გასაგებია, მადლობა ძალიან დიდი. თქვენც მადლობა. საინტერესო აქცენტებისთვის ჩვენი სტუმარი იყო ვიდეოს საგადასახადო მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი თეონა პაპიაშვილი.